მოგესალმებით, კორუმი არის შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. კენის სახელო საკითხებში გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღები კომიტეტის დასკვნა არსებობს, თხოვნა რომ განხილვის გარეშე და თუ შეიძლება რომ კი ბატონო, განხილვის გარეშე ვუყაროთ კენჭი პლენარის ხდომაზე, მადლობა. განსახილველ საკითხებს რაც შეეხება დადგენის პროექტი პარლამენტის გამოკვლევის წევრის ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის გრიგოლ აბესაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. მეორე საკითხად ბავშვების უფლებათა კოდექსში ცვლილებები, მეოთხე საკითხად პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პაკეტი, მე-14 საკითხად საჯარო სამსახურში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით, მე-15 საკითხად ადმინისტრაციული სამართალდაღოვანი კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პაკეტი მეორე მოსმენით, სისხლის 33 საკითხი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ადგილმონაცვლის ცნობასთან დაკავშირებით უკვე ასახული არის პლენარული წესრიგის დიახ, მეორე საკითხი არის ეროვნული ბანკის ამაზეც ვუყარეთ კენჭი. მესამე საკითხი გახლავთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წლიური ანგარიში 24 წლის და ბოლოს საკითხი გახლავთ საქართველოს სამინისტროს ინფორმაცია სტამბოლში ხელმოწერილი საქართველოს მთავრობისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის 2024-28 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის 25 წლის 22 იანვრიდან ძალაში შესვლის შესახებ. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა დახურულია.